საღამოშვიდობის და მეგობრებო, როგორ ხართ? იმედი ეყოლანი კარგად გრძნობთ თავს. დღეს მოვედით ჩემი მეტაფორული ბარათებით, აი, გაიცანით, ვინც არ იცნობთ, ეს არის მაბ ბარათები, შემოკლებით მეტაფორულ ასოციაციური ბარათები, რომლითაც ვმუშაობთ კოუჩები სესიების დროს. ასევე ფსიქოლოგები მუშაობენ და ძალიან კარგად მოქმედებს ადამიანის ქვეცნობიერზე. აი რაღაცა გაურკვეველი საკითხი რო გაქვს, რაღაც კითხვები რო გაქვს საკუთარ თავთან და ვერ მეგიღია პასუხები, აი ეს ბარათები და აი ამ ბარათებით მუშაობა მარტო ის არა, რომ შეხედავ და პასუხი მოდივა ეგ არა. თვითონ ჩვენ გვაქვს ჩვენი ტექნიკები, რომელთაც ვმუშაობთ კონკრეტულად ამ ბარათებით და ძალიან კარგად ამოტივტივდება ხოლმე ადამიანის ქვეცნობიერი და იმ კითხვაზე პასუხები, რა პასუხებიც არ აქვთ ადამიანებს და დიდხანს ცდილობენ რომ გაერკვიონ აი ამ კითხვებზე პასუხი გასცენ. ესეც ჯადოქრობებს აკეთებს ჩვენი მეტაფორული ბარათები. რაც მთავარია, არანაირ კავშირში არ არის ტაროსთან, აბსოლუტურად კი ესეც ბარათებია, მაგრამ საერთოდ სხვა რამეა, მეტაფორული ბარათები, ამებს არ აქვს თავისი განმარტებები და ზუსტად ეს არის უნიკალური ამ ბარათებში, რომ ყველა ადამიანი აღიქვავს სხვადასხვანაირად თითოეულ ბარათს. აი, ეხლა ეს ხომ არის მინიშნებების ბარათი და მე რომ ამოვიღებ ეხლა ორ ბარათს, თითოეულ თქვენგანი სხვადასხვანაირად აღიქვავთ თითოეულ ბარათს, რადგან თითოეულ თქვენგან სხვადასხვა მინიშნებებს მოგცემთ აი ის კონკრეტული ბარათი. და რა თქმა უნდა, აქედან გამომდინარე არ აქვს ამ ბარათებს განმარტებები, როგორც ტაროს. კარგი, გავააქტიურე ჩვენი მინიშნებების ბარათები, მეგობრებო და ახლა როგორც წეგან აღნიშნე, ამოვიგებ ორ ბარათს და თქვენ კარგად დააკვირდით კომენტარებში დამიწერეთ შემდეგ ვის მოგცათ მინიშნებები თითოეულმა ბარათმა. შეიძლება ორივე ბარათმა მოგცათ რაიმე სახის მინიშნება, შეიძლება მხოლოდ ერთმა. ან არც ერთმა, მაგაზეც არ არის პრობლემა. ამოვიგებ ახლა რა მინიშნებებს მისცემ ჩემს მენელს. შეიძლება ახლა არ იყოს რაღაცა ისეთი ცოტა გაურკვეველი ნახატებიც არის ზოგჯერ, მაგრამ აი რასაც ხედავთ ამ ბარათზე თქვენ, ზუსტად მაგ მინიშნებას გაძლევთ, მეგობრებო. და აი რა პასუხიც ამოგიტივტივდათ აი ამ სურათის შეხედვის შემდეგ. ეს ერთი. და ეს მეორე. რაღაცა ფეხები. თქვენ რა პასუხს მოგცემთ აი ეს ბარათი, აი ესე უფრო სწორია მგონი. საინტერესოა, დამიწერეთ კომენტარებში. ეს უფრო ზეთი სურათია აქ. ნუ რა ვიცი, თქვენ როგორც აღიქვავთ, დამიწერეთ კომენტარებში, ძალიან მაინტერესებს, თუ რაიმე სახის მინიშნება მოგცეთ აი ამ ბარათებმა. კარგი. ავიღებ ჩემს მეტაფორულ ბარათებს და დავიწყოთ ტაროს გაშლა. ჩვენი დღევანდელი თემა იქნება კარიერა და ფინანსები. თქვენი კარიერა და ფინანსები. ვინც ახლა ვიდეოს უყურებთ, თქვენი კარიერა და ფინანსები. რა მოიჩქარის აი ამ ორ ცხოვრებისელ სფეროში გავიგოთ. რა მოიჩქარის თქვენს კარიერაში, ახალ მომავალში და რა მოიჩქარის თქვენს ფინანსებში ახალ მომავალში. ესე გადავწიოთ და დავიწყოთ კარიერა. მეგობრებო. აქ ვიტყოდი სრულ წარმატებას. აი ვიღაცა ელოდებით მაგალითად უფრო მაღალ საფეხურზე
დაწინაურებას აუცილებლად დაგაწინაურებენ. ვიღაცა ბიზნესი გაქვთ თქვენი და ელოდებით რომ გაგიმართლოთ და კარგად მართოთ ეს ბიზნესი, თქვენ აუცილებლად შეძლებთ ამ ყველაფრის მართვას. ძალიან კარგად, მეგობრებო. ის, რასაც ხელს მოკიდებთ აი ამ პერიოდში, ყველაფერი ძალიან ხარისხიანად და კარგად გამოგივათ. რადგან საკმაოდ დიდი ცოდნაც გაქვთ, მეგობრებო, იმ ყველაფრის, რასაც აკეთებთ რეალურად და თუ აქამდე არ იყენებდით ამ თქვენს გამოცდილებას, ცოდნას, თქვენ აი ახლა საკმაოდ წინ წაიწევით, თითქოს საკუთარ თავს უფლებას მისცემთ, რომ თქვენი თავი გამოავლინოთ ბოლომდე. და აუცილებლად წარმატებას მოგიტანთ აი ეს მომენტი, რომ თქვენ თუ აქამდე რაღაცებზე თავს იკავებდით, აიმე ის რა სიტყვის, ეს რა სიტყვის, რაღაცა ცოტა კომპლექსებიც გაწუხებდეთ, ხო? აი ახლა რაღაცა ისეთი ენერგიები მომდის, მეგობრებო, რომ თითქოს საკუთარ შესაძლებლობებს გამოავლენთ ბოლომდე. ყოველ შემთხვევაში, რაც საჭიროებს მართვას, ძალიან კარგად გამოგივათ აი ამ ახლო მომავალში. თქვენს კარიერაში მოიჩქარი ზუსტად ის, რომ ვიღაცას მაღალ საფეხურზე აგიყვანენ, დაგაწინაურებენ, თუ ვიღაცას ბიზნესი გაქვთ, ძალიან მაგარი ბიზნეს ლედი იქნებით და შემდგარი და წარმატებით შეძლებთ ბიზნესის მართვას. ნუ მოკლედ უფრო მეტად ჩავშალოთ, აბა, რა სიახლე შემოდის თქვენს კარიერაში, ახლო მომავალში. ყოველ შემთხვევაში აქ, მეგობრებო, საკმაოდ ისეთი წარმატება ჩანს ნამდვილად, წინსვლა ჩანს ნამდვილად თქვენს საქმიანობაში, რასაც აკეთებთ. რა სიახლე შემოდის თქვენს კარიერაში, ახლო მომავალში, უფრო მეტად ვნახოთ, ჩავშალოთ, რა შემოდის. მეგობრებო, აი ზუსტად წეღან რაც ვისაუბრე, რაზეც ძალიან დიდხანს ოცნებობდით, იმედი გქონდათ, ელოდებოდით და გეგონათ, რომ აი რაღაც ძალიან შორეულ მომავალში ახდებოდა ეს ყველაფერი და შეიძლება ცოტა გეგონათ, რომ ეს თქვენი რაღაცა ოცნებები და ეს იყო მხოლოდ ილუზიები, იცოდეთ, რომ აი ეს თქვენი ოცნება ახდება. ეს თქვენი ოცნება მხოლოდ ოცნებად არ რჩება და ეს რეალობად იქცევა, მეგობრებო, და ეს იქნება რაღაცნაირად ღმერთისგან გამოგზავნილი შანსი თქვენს ცხოვრებაში. ეს იქნება ძალიან დიდი წარმატება. ვინც აი ახლა ხართ ესეთ მდგომარეობაში, მეგობრებო, იცოდეთ, რომ აი იმ კარიერაში გულისხმობ, იმ მდგომარეობას, რაზეც ყოველთვის ოცნებობდით, აი ამ ახლო პერიოდში მიაღწევთ, მეგობრებო, და შემოვა თქვენს ცხოვრებაში და მიხვდებით, რომ ეს მხოლოდ თქვენი ილუზია არ ყოფილა და ეს მხოლოდ ვიღაცა შეიძლება სიზმრებში ცხადავდით ამ თქვენს ოცნებებს უკვე და იმედი კი გქონდათ, მაგრამ გეგონათ, რომ ძალიან შორეული იყო ეს და მიუღწეველი თქვენთვის და ამ დროს აღმოჩნდება, რომ ძალიან ახლოს არის და უფრო რეალურია, ვიდრე თქვენ გეგონათ ეს ყველაფერი. ძალიან კარგი. კიდევ რა სიახლე შემოდის კარიერაში? თქვენს კარიერაში ძალიან მალე. თქვენს კარიერულ და იმ საქმეში, რასაც აკეთებთ, მეგობრებო, აი ვინმეს ბიზნესი თუ გაქვთ, ხო? და აი რაღაცას თქვენი ხელებით ქმნით, აი მაგასაც გულისხმობ, მარტო ისეთ რაღაც ნუ ეგეც კარიერაა, ხო, რა თქმა უნდა. რასაც საქმიანობთ, მოკლედ ამას გულისხმობ. კაცრავად მომიწია გაჩერება. მეგობრებო, აქ რა სიტუაცია გვაქვს? აი, ვისაც გქონდათ ასეთი მდგომარეობა კარიერაში, რომ საკმაოდ აქტიური იყავით, ბევრი გააკეთეთ, ბევრი შრომეთ, მაგრამ თითქოს აი ახლა ხართ რაღაცა გულნატკენი, ისე არ გამოვიდა ყველაფერი როგორც გინდოდათ.
და თითქოს აი ზურგშექცევით დგახართ. გონიათ რომ ეს თქვენი საქმე არ არის და რადგან არ გამოდის, ესე იგი არ არის თქვენი და არ უნდა აკეთებდეთ ამ ყველაფერს. აი რას მოგიტანთ აი ამ მდგომარეობაში ვინც იმყოფებით, ახლო მომავალში რა სიახლე შემოვა თქვენს კარიერაში? ნახოთ. ცირა ვიღაცებს საკმაოდ ისეთი შეიძლება საკუთარ თავთან, შეიძლება სხვასთანაც კამათი გქონდეთ აი ამ საკითხთან დაკავშირებით, რაც არ გამოვიდა დაუშვათ. ვიღაცებს იმედგაცრუება, რაღაცა ესეთი მოლოდინის რეჟიმში ყოფნა თითქოს, ხო, აი რაღაცას ელოდებოდით და არ გამოვიდან. ხო, აი ესეთ მდგომარეობაში ხართ, მაგრამ იცოდეთ მეგობრებო, რომ ვიღაცა შეიძლება მოგიწიოთ გადაადგილება და აი ამ გადაადგილების დროს გამოჩნდეს ისეთი შანსი თქვენს ცხოვრებაში, რომელიც შეიძლება პატარად მოგეჩვენოს და აი ეს რას მომიტანსო თქვათ, მაგრამ იყოს უფრო მეტად სტაბილური, ვიდრე გგონიათ საერთოდ. ხო, აი ასე ვიტყოდი. კიდევ შეიძლება რეზონირდეს მათზე, ვინც იგივე სიტუაციაში ხართ და საკუთარ თავთან რაღაცა სულ კამათი გაქვთ და ერთი ამბები არ იცით როგორ მოიქცეთ, რა გააკეთოთ და თითქოს რეალურად დინებას მიყვება თქვენი ეს სიტუაცია, ესე წყნარად, მაგრამ ამ დროს აუცილებლად გამოჩნდება მეგობრებო, აი ვინც აი ესეთ გულგატეხილ მდგომარეობაში ხართ და გგონიათ რომ არაფერი გამოვიდა ამ საქმიდან და წასვლას აპირებთ და ყველაფრის მიტოვებას, მეგობრებო, იცოდეთ რომ ამ სიტუაციაში გამოჩნდება რაღაცა პატარა შანსი და ანუ არ უარყოთ ეს შანსი, რადგან ეს არის იმ სტაბილურობის გარანტია, რასაც ამდენ ხანს შრომობდით და რის გამოც გულნატკენი დარჩით. აი ზუსტად ეს პატარა შანსი მოგიტანთ იმ დიდ სტაბილურობას. რას მოგიტანთ ეს შანსი? აბა მაინც უფრო მეტად ჩავშალოთ. ხო აი მეგობრებო, რას მოგიტანთ ეს შანსი? ახლავე გეტყვით. იმასზე რის გამოც დანაკარგი შეგრძნება გქონდათ და განიცდიდით ძალიან და რაღაცა მოგონებებში იყავით, მოგიტანთ ძალის ხმევას, ძალაუფლების შეგრძნებას, სტაბილურობის შეგრძნებას, აქ ფინანსებიც შეიძლება რა თქმა უნდა, მაგრამ ფინანსებზე ცალკე გავუშვი მერე, მოგიტანთ კარიერულ წინსვლას, მეგობრებო, აი ეს პატარა შანსი წეღან რაც ვთქვი ზუსტად, მოგიტანთ კარიერულ წინსვლას და ის დანაკარგი შეგრძნება, რაც შინაგანად გაქვთ ამ წუთას, ხო, აბსოლუტურად გაქრება, იმიტომ რომ თქვენ იგრძნობთ, რომ რაღაცა დიდი სტაბილურობისკენ მიდიხართ, დიდ სტაბილურობას ქმნით, რაღაცა უფრო მაღალ ლეველზე ადიხართ, ვისაც რაღაც ისეთი სამსახური გაქვთ, ხო, და არა ბიზნესი, უფრო მეტად მაღალ საფეხურზე აგიყვანენ, დაგაფასებენ, დაგაწინაურებენ, მეგობრებო და ეს დაწინაურება და დაფასება თქვენთან კარგად გამოგდით ეს მართვა და თან კიდე პლუს არის თქვენს კარიერაში საკმაოდ სტაბილური, ანუ რაღაც ესეთი მერყევი თანამდებობა არ არის, ანუ ძალიან სტაბილური და მყარი თანამდებობა თავისი შემოსავლებით. ანუ ვინც ახლა ხართ აი ესე გულგატეხილი, გულნატკენი და ფიქრობთ რომ არაფერი გამოდის იმ საქმიდან, რასაც ახლა აკეთებდით და ფიქრობთ რომ უნდა მიატოვოთ ეს ყველაფერი, იცოდეთ რომ თქვენს ცხოვრებაში ძალიან მალე გამოჩნდება შანსი, რომელიც მოგიტანთ დიდ წარმატებას, კარიერულ წარმატებას და სტაბილურ მდგომარეობას. მყარ სტაბილურ მდგომარეობას. ძალიან კარგი. მშვენიერი პროგნოზები იყო კარიერულად, მეგობრებო. გადავიდეთ ფინანსებზე.
პენტაკლები. ფინანსები რაღაცა ჩქარს მოლაპარაკოს. რა ხდება თქვენს ფინანსებში? მეგობრებო, ამჟამად საკმაოდ ისეთი პერიოდი გაქვთ ფინანსებში. აი თითქოს მოსავლის აღების პერიოდი რო გაქვთ, ხო იცი, აი რაღაცა ეგეთი ბევრი რომ გააკეთეთ რაღაცისთვის, ბევრი იშრომეთ და ახლა შემოსავალს რომ ელოდებით. რაღაცას ელოდებით, რაღაც ფინანსების მოლოდინში ხართ, მეგობრებო. ძირითადად რეზონირდება მათზე, ვინც შრომობს ბევრს და შესაბამის ანაზღაურებას ელოდება. აბა ვნახოთ, რა სიახლე შემოვა თქვენს ცხოვრებაში, თქვენს ფინანსებში რა სიახლე შემოვა მალე. აბა გავიგოთ. ძალიან საინტერესოა. რა სიახლე შემოვა ძალიან მალე და ძალიან მალე საკმაოდ ბევრი ფინანსები შემოგივათ, მეგობრებო, ეგ ტყუილად არ ვთქვი, რომ რაღაცის მოლოდინის რეჟიმში ხართ თქვენ. ამ წუთას შეიძლება საკმაოდ ესე ხელმომჭირნედ ცხოვრობთ და ცდილობთ, რომ ბევრი არ დახარჯოთ, ბევრი გასავალი არ გქონდეთ ფინანსურად, მაგრამ ძალიან მალე ზუსტად იქიდან გამომდინარე, რომ ელოდებით რაღაცას, არ ვიძახი, რომ ვიღაცებთან შეიძლება მართლაც ვინმე გიგზავნით საზღვარგარეთიდან და ასე შემდეგ და ვინმე გჩუქნით, მაგრამ მე ვფიქრობ, აქ უფრო ისეთ პიროვნებებზეა საუბარი, ვინც თან შრომობს და ის შესაბამის ანაზღაურებას ელოდება. საკმაოდ ბევრი ფინანსები შემოგივათ, მეგობრებო. და საკმაოდ სავსედ და კმაყოფილად იგრძნობთ თავს, მაგრამ აქ ვიტყოდი, რომ გაფრთხილებასავით არის უფრო. ვიღაცები შეიძლება ხართ საკმაოდ ისეთი მფლანგველი ადამიანები, რომ გიყვართ ფულის ხარჯვა, ხო? აქ რჩევასავით არის, რომ უფრო მეტი გონებრულობით და უფრო მეტი დაფიქრებით ხარჯეთ თქვენი შემოსავალი და არ იყოს ეს ფულთან მიმართებით არ იყოს ემოციური. მიხვდით, აი თქვენ შეიძლება საკმაოდ ემოციურად ხარჯავთ ამ ფინანსებს და აი რაღაცა შეიძლება მე სინანულის განცდად გაგიჩნდეთ, სინანულის განცდაც, რომ აი ეხლა რა თმინდოდა ეს რომ ვიყიდე. აქედან გამომდინარე ტაროს რჩევარი ის, რომ უფრო მეტი დაფიქრებით და ესე გონებით ხარჯეთ თქვენი ფინანსები. თუმცა ახლა მომავალში საკმაოდ ესეთი მყარი და დიდი ფინანსები შემოდის თქვენს ცხოვრებაში. კიდევ რა უნდა მეთქვა, როგორ იქნებით ფინანსურად ახლა მომავალში. როგორ იქნებით ფინანსურად ახლა მომავალში, ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ. აი კიდევ რა იქნება თქვენს ფინანსებში, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება და რა მოიჩქარის. აქ რა მოიჩქარის, მეგობრებო. აქ საკმაოდ ახლა თუ გაქვთ ესეთი დაუბალანსებელი სიტუაცია ამ მხრივ ფინანსურად, ხან ესე ხართ, ხან კარგად ხართ, ხან ცუდად ხართ და არ იცით როგორ დააბალანსოთ თქვენი ფინანსები, მეგობრებო. ეს რაღაცა კარმასავით არის ცხოვრებაში, რომ შეიძლება ადამიანს ბევრი ფინანსები შემოსდიოდეს და არ იცოდეს როგორ დააბალანსოს, როგორ ხარჯოს ის ფინანსები, რომ კონდეს მუდმივად. და ესე არ იყოს დამოკიდებული. ხო ხვდებით, აი ხელფასამდე მივატანო და აი ასე შემდეგ, ხო? აი მაგას ჭირდება ცოდნა რაღაც თავისებური. და აი ეს ეტაპი სრულდება თქვენს ცხოვრებაში. არ ვიცი რამ გამოიწვია, შეიძლება თქვენ
ისწავლეთ რამე ფინანსებთან დაკავშირებით ან მართეთ თქვენი ენერგიები და ძალიან კარგად გამოგივათ აი მაგია მოვიდა ფინანსების მართვა მეგობრებო. აი თქვენს ხელში იქნება ფინანსები თქვენი და კარგად გამოგივათ ფინანსების მართვა. კიდევ რა შემოვა თქვენს ცხოვრებაში? აი ახლა ამ ვარიანტზე ესე ვიტყოდი, რომ ხართ საკმაოდ ისეთი დაუბალანსებელი ფინანსებში, იმიტომ რომ ხან კარგად ხართ, ხან ცუდად ხართ და აი ეს ეტაპი სრულდება თქვენს ცხოვრებაში და გადადიხართ ისეთ ენერგიებში, რომ თქვენი ენერგიებით მართავთ თქვენს ფინანსებს და ეს ძალიან კარგად გამოგივეთ და აღარ იქნებით აი ასეთ ორჭობ და დაუბალანსებელ მდგომარეობაში, რომ ვაიმე ახლა აი ეს რო ვიყიდო ხვალ იმის ფული აღარ მექნება და ესეთ სიტუაციებში აღარ იქნებით, იმიტომ რომ ყველაფრისთვის გამიზნულად გექნებათ თანხები გადადებული. იმიტომ რომ კარგად შეძლებთ დაბალანსებას და მართვას ფინანსების. კიდევ რა შემოდის ფინანსების მხრივ თქვენს ცხოვრებაში? აი რა ეტაპი შემოდის ფინანსების მხრივ თქვენს ცხოვრებაში? აქ რა ხდება მეგობრებო? აქ არ ვიცი, აი სრული ტრანსფორმაცია მეგობრებო ფინანსების მხრივ რაღაცა გამოფხიზლების პერიოდში ხართ, არ ვიცი. ვიღაცები შეიძლება იცით როგორ სიტუაციებში ყავით ხოლმე, რომ ბევრს გასცემდით ფინანსებს, იმას სჭირდებოდა, მისცემდით, ამას სჭირდებოდა, მისცემდით და აღმოჩნდა, რომ თქვენ აქეთ არავინ აღარაფრში გეხმარებოდათ რა. ანუ ეს მიღება გაცემის ბალანსი შეიძლება იყოს დარღვეული აი ამ მხრივ თქვენს ცხოვრებაში და ეს ერთხელაც ამოგივიდეთ ყელში და საკმაოდ დიდი საზღვრები გაქვთ დაწესებული, ანუ დააწესებთ უკვე მალე, რომ როდემდე იყოს ჩემს ცხოვრებაში ესეთი სიტუაციებიო, გამოხვალთ რაღაცა ესეთი გაურკვეველი მდგომარეობებიდან, შეიძლება ძალიან ბევრ ადამიანს აქვს თქვენი ვალი, მაგრამ ეს შეიძლება რეზონირდეს პირიქითაც, შეიძლება თქვენ გაქვთ ბევრი ესეთი ვალდებულებები ცხოვრებაში, რომელიც გამყოფებთ საკმაოდ აი ისეთ მდგომარეობაში, ჩაკეტილ მდგომარეობაში და ვერაფერს ვეღარ ახერხებთ და აი ახლა შემოდის ეს სიტუაცია ზუსტად მეგობრებო, რომ ყველაფერი აი ძირფესვია და ორი ტრანსფორმაციის არკანი ამოვიდა, სიკვდილის და კოშკის არკანი. ყველაფერი ძირფესვიანად აი ამ მხრივ იცვლება თქვენს ცხოვრებაში, თქვენ ცვლით რა თქმა უნდა, ხა თავისით არაფერი შეიცვლება, გადააწყვეტთ რომ შეცვალოთ და წინ წაიყვანოთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. აი რაღაცნაირად მთელი ძალით და ენერგიებით შეუდგებით ამაზე ფიქრს, რომ თქვენ რაღაცნაირად ამოხვიდეთ აი ამ გაურკვეველი და ესეთი ძალიან ღრმა მდგომარეობიდან, რომელიც საკმაოდ ბევრ შიშს და ესეთ ბლოკებს ბადებს თქვენში და ვეღარაფერს ვეღარ ახერხებთ შემდეგ. შეიძლება თქვენ თვითონ გაქვთ, ანუ საკმაოდ ბევრი ვალდებულებები, ფინანსური, ბანკში ვალები და ასე შემდეგ და აქედან გამოსვლას გიჭირთ ვეღარ ახერხებთ, სხვა აღარაფერი აღარ ხდება თქვენს ცხოვრებაში, თქვენი ფინანსებით მხოლოდ იხდით თქვენს ვალებს და გადაწყვეტთ, რომ რაღაცა გააკეთოთ ისეთი, რომ აი ეს მდგომარეობა დასრულდეს თქვენს ცხოვრებაში და ესეც იქნება მეგობრებო, როგორც ადრე იყო, აი ეს სულ ვალებით გამოტენილი თქვენი ცხოვრება, ასე ვთქვათ, აღარ იქნება. ეს არ ვიძახი ხა ერთ დღეში და ორ დღეში, რა თქმა უნდა, არ დასრულდება, არ ვიცი ვის რამდენი გაქვთ, რა თქმა უნდა, იმის მიხედვით, მაგრამ თქვენ აი იმ წუთიდან, როცა მიხვდებით, რომ ესე აღარ მინდა და უნდა შევცვალო რაღაცა, აუცილებლად ძირფესვიანად შეცვლით ყველაფერს და იმ მდგომარეობაში, რაშიც ახლა ხართ, აღარასდროს აღარ იქნებით. ისე, როგორც ახლა ხართ, აღარ განმეორდება თქვენს ცხოვრებაში. და ძალიან კარგი, რაღაცა გამოფხიზლების და გამონათების პერიოდი იწყება. ამ მხრივ წარმატებებს გისურვებთ მეგობრებო.
პირადი კონსულტაციისთვის დამიკავშირდით ტელეფონის ნომერზე 591-16-33-25. ასევე შეგახსენებთ მეგობრებო, რომ ჩემთან არა მხოლოდ ტაროს გაშლები, შეგიძლიათ კოუჩინგური სესიებიც დაგეგმოთ, თუ ხართ ისეთ სიტუაციაში, რომ გიჭირთ რაღაცა სიტუაციებიდან გამოსვლა, რაღაცა სიტუაციების გადალახვა მარტოს გიჭირთ ძალიან, შეგიძლიათ მომმართოთ და იქ კოუჩინგურ სესიებშიც ტაროც იქნება, კოუჩინგური სესიები იქნება და იქნება, რა თქმა უნდა, იქნება ასევე მეტაფორული ბარათებიც. ძალიან მრავალფეროვანი სესიებია და ზუსტად იმის გამო, რომ თქვენ რაც შეიძლება მალე ვინც ხართ ისეთი მდგომარეობაში, რაც წაგამთქვი, რაც შეიძლება მალე გამოხვიდეთ და მალე უშველოთ საკუთარ თავებს. დაგემშვიდობებთ ახლა დროებით.